დარიალის ხეობაში ისევ წვიმს, თუმცა ცუდი ამინდის მიუხედავად საჭიროება სამუშაოები არ შეჩერებულა. 1 საათის წინ საგანგებო შტაბში მორიგი თათბირი გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა იმ ადგილების გაწმენდა, სადაც ავტომობილები მიწის ქვეშ არიან მოყოლილი, თუმცა დამარხული ტექნიკის ამოღება ჯერ ვერ ხერხდება. პარალელურად ხეობაში სეისმოლოგების დამატებითი ჯგუფებიც ჩავიდნენ. ნათია ტრაპაიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაცია სიკარსებული ვითარების შესახებ. ნათია, უკვე რამდენიმე დღეა ხეობის შესწავლა მიმდინარეობს, არსებობს თუ არა სტიქიის განმეორების საშიშროება? სეისმოლოგები, რომლებიც სტეფანწმინდაში დღეს ჩამოვიდნენ და რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, არ გამორიცხავენ სტიქიის განმეორების ალბათობას და ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ჩატარდეს სპეციალური აპარატურით სპეციალური კვლევა და დადგინდეს თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროისთვის დედამიწის ქერქში. სეისმოლოგები გეოლოგებთან ერთად, რომლებიც რამდენიმე დღეა უკვე მუშაობენ დარიალის ხეობაში, ამ დროისთვის იმყოფებიან სტეფანწმინდის პოლიციის შენობაში, სადაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. ამ სხდომას ესწრება თითქმის ყველა უწყების წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც არიან ამ შტაბის წევრები და სწორედ ამ სხდომაზე უნდა გადაწყვიტონ, როგორ გაგრძელდება ხვალიდან სამაშველო და გაწმენდითი ოპერაცია. სტიქიის ზონაში ტექნიკა მუშაობა დღეს გამთენიას განაახლა. ძლიერი წვიმისა და მდინარე დევდორაკის ადიდების გამო წუხელ თერგის კალაპოტი კვლავ ჩაიკეტა. თუმცა სპეციალური ტექნიკის საშუალებით დღის მეორე ნახევარში პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა. მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს. დღეს გამოჩნდა მეწყერში ჩაფლული ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი. ერთი მანქანი ბრძოლია, რომელიც არის რომ ვერ პოულობ, სავარაუდოდ როგორც სხვა ბრძოლები აცხადებენ. გადმოვიდა მანქანიდან ამ დროს და დაიკარგა. სავარაუდოდ უნდა იყოს ამ მასაში მოყოლილი შიგნით. აქეთ ხარ ეს ერთი მანქანა ვიპოვეთ, რომელიც იყო საბურავი ჩანდა, შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ის გამოუთხარეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს თვითონ ეს კაბინა არ დაგხვდა ადგილზე. ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკარგული 7 ადამიანის მოძებნა. ყველა მათგანის ვინაობა დადგენილია. ღვარცოფის მასაში მოყოლილი ადამიანების ახლობლები უკვე მეოთხე დღეა დამეწყრილ ზონაში იმყოფებიან, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, საავტომობილო გზის გაწმენდა სავარაუდოდ 3 დღეში დასრულდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იმყოფებიან ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც. აქედან მისასვლელი გზა, ყაზბეგის მხრიდან გაიჭრა. ახლობით 10 ერთეული მძიმე ტექნიკას ველოდებით დღეს, რომ კიდე დაგვემატება. ჩვენ შეგვიძლია, რომ დღის განმავლობაში გადავიდეთ მეორე ნაწილს, სადაც დავიწყებთ გზის აღდგენით სამუშაოებს. სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, ერთი ექსკავატორი გადაყვანილია მათთან და ეხმარება სამუშაოებში. აგრეთვე გაზის აღდგენითი სამუშაოებია დაწყებული. მიმდინარეობს თვითონ დედორაკის მდინარის კალაპოტის შეცვლა. ცალსახად მინდა აღნიშნო, რომ ინტენსიური სამუშაოები მიდის, უკვე არსებობს გეგმა, რომლის რეალიზაციას დღესვე დაიწყება, თუ როგორ მოხდეს ამ მასების განტვირთვა და მოხდეს უკვე დარჩენილი სამუშაოების შესრულება. სამუშაო მიდის უწყვეტ რეჟიმში. დღის ბოლოს ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ჯგუფი დარიალის ხეობაში სპეციალური მისიით ჩავიდა. გეოლოგები მყინვარზე არსებულ მეტეოსადგურზე დამატებით ბაზას მოაწყობენ, საიდანაც დედამიწის ქერქს სეისმურად შეისწავლიან. რისკი არის, რომ განმეორდეს იგივე ადგილას? რა თქმა უნდა, ეს იყო 2007 წელს ესეთი პროცესები, იყო 1967 წელსაც, ვთქვათ, კონკრეტულად დედორაკის მყინვართან დაკავშირებული 2002 წელს იყო ანალოგიური ზუსტად პროცესი კოლკაზე. ეს პროცესები თანდებს მყინვარწერის მასივს, ასე რომ ვთქვათ, რაიმე მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა. პირველი რიგის ამოცანა ის მიმდინარე პროცესების შევისწავლოთ. ერთოდ როგორც თქვი აღინიშნა სეისმურობა, მიკროსეისმურობა, მცირე მიწისძვრები ხდება აი ბოლო ხანებში, ამ მოვლენამდეც და მის მერეც და ასევე დედამიწის ქერქის მოძრაობა. ამ მომენტისთვის დარიალის ხეობაში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია. სტიქიის ზონაში მუშაობა ახვალ გამთენიას განახლდება. ამინდი ამ დროისთვის სტეფანწმინდაშიც და დარიალის ხეობაშიც ისევ გაუარეს და თუმცა გარკვეული სამუშაოები მაინც მიმდინარეობს სტიქიის ზონაში. რა დავალებებს მიიღებენ კონკრეტული უწყების წარმომადგენლები და როგორ გაგრძელდება უკვე ხვალიდან მუშაობა, ეს თათბირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს იყო ნათია ტრაპაიძე, რომელიც ამ წუთებშიც დარიალის ხეობაში იმყოფება.